რუსაულის თეატრში გუშინ საერთნოა 300 წლის თავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. საღამოში ცნობილ ქართველ მომღერლებთან ერთად სომეხის შემსრულებლებიც იღებდნენ მონაწილეობას. მუსიკოსები მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით წარსდგნენ, ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი და ასევე სომხეთის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი. ერეკლე მეორის კარის მომღერალი და მუსიკოსი საერთნოა თბილისში 1712 წელს დაიბადა. ის განთქმული იყო ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზე შექმნილი ლექსებითა და სიმღერებით. ღონისძიება მიეძღვნა სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტ საქართველოში. რუსთავის თეატრში გაიმართა საერთნოოსადმი მიძღვნილი საიუბილეო, ასე ვთქვათ, საღამო წარმოდგენა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევე როგორც სომხეთის მხარეს, საქართველოს მხარესაც შეუძლიათ ამამა თქვათ, რომ ჩვენი დიდი პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართა. თითოეულ ჩვენთაგანისთვის დიდი პატივია, როდესაც საპრეზიდენტო შეხვედრებზე ჩვენ გვეძახიან და ვითვლებით, რომ ვართ სახე ჩვენი ხალხის, ჩვენი კულტურის და გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენი სიმღერით, ჩვენი ხელოვნებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, მივესალმოთ